აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია წყნეთში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილას იმყოფებოდა. ბარამია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ბარამიასთან ერთად დევნილებს საჩუქრები დიდგორის რაიონის გამგებელმაც მიუტანა. სამუშაო პროცესის პრობლემებში ხდები ჩვენ დევნილ მოსახლეობას და ამჟამად ვართ წყნეთის დასახლებაში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობა დევნილების ჩასახლებული. ჩვენ გავეცანით ადგილზე თუ რა პრობლემები აწუხებს დევნილებს. ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას, დიდგორის რაიონის გამგეობას და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ყველა ის პრობლემები, რაც არის, ზოგადად ადგილზე ხდება შესწავლა და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, ბატონგიასთან ერთად ყოველთვის ხდება ამ პრობლემის შესაბამისად გადაჭრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია წყნეთში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა. ბარამია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ბარამიასთან ერთად დევნილებს საჩუქრები დიდგორის რაიონის გამგებელმაც მიუტანა. აფხაზეთის მთავრობა სამუშაო პროცესის პრობლემებში ხდები ჩვენ დევნილ მოსახლეობას და ამჟამად ვართ წყნეთის დასახლებაში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობა დევნილების ჩასახლებული. ჩვენ გავეცანით ადგილზე თუ რა პრობლემები აწუხებს დევნილებს. ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას, დიდგორის რაიონის გამგეობას და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ყველა ის პრობლემები, რაც არის, ზოგადად ადგილზე ხდება შესწავლა და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, ბატონგიასთან ერთად ყოველთვის ხდება ამ პრობლემის შესაბამისად გადაჭრა.